ბათუმის მესამე სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ერთი კვირის წინ პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ფაქტი დღეს დაგვიდასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ჩვენმა რეპორტიორმა ნონა დიასამიძემ გაარკვია რა რეაგირება მოყვა მომხდარს და როგორია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, პატიმრის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, მას საჭირო სამედიცინო დახმარება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, საიდანაც გუშინ დედაქალაქში გაეწერა, როგორც შენ თქვი ნინო, ფაქტი უკვე დადასტურებულია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დაწყებულია მოკვლევა ფაქტთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ბოლო დროს საპატიმროებში გახშირებულ თვითდაზიანებების ფაქტებთან დაკავშირებით ეკა ბესელია და სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე ჩავწერეთ. სასჯელ აღსრულების ნომერ მესამე დაწესებულებაში მრავლობითი ჭრილობები მუცლის არეში 35 წლის მსჯავრდებულმა კბილის ჯაგრისის ნატეხით მიიღენა. პატიმარს დახმარება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში აღმოუჩინეს, საიდანაც გუშინ დედაქალაქში გადაიყვანეს. პატიმარმა მიიღო თვითდაზიანება პლასმასის საგნით მუცლის არეში, ის გადაყვანილი იქნა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. სახალხო დამცველის რწმუნებულის თქმით, თვითდაზიანებების მიყენების პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამოყენების სიხშირით ნოემბრისა და მაისის თვეები გამოირჩეოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მიზეზი სხვა დაწესებულებაში გადასვლის სურვილი გახდა. მიზეზები სხვადასხვა არის, რიგი პატიმრების საპირობებს ასახელებს, რიგი პატიმრების ასახელებს იმ ადამიანებს, რომ ძველი თანამშრომლებს, რომელიც კვლავ მუშაობს მესამე დაწესებულებაში, არის პატიმრები, რომელიც ამბობენ, რომ საერთოდ რატო არიან ბათუმის დაწესებულებაში, შესაბამისი ოჯახის ხოლოს აღმოსავლეთ საქართველოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტი უკვე ცნობილია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის. ეკა ბესელია ციხეებში თვითდაზიანებების ფაქტების არსებობას ადასტურებს და ობიექტური გამოძიების იმედს გამოთქვამს. ყველა თვითდაზიანების ფაქტზე, რომელზედაც ჩვენთან ინფორმაცია შემოდის და ვამოწმებთ. იკვლევენ, მიზეზებს ამოწმებენ, გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ ეს ანგარიში და პასუხები მივიღეთ სასჯელ აღსრულების სამინისტროს მხრიდან. ეხლა კომიტეტი ამზადებს უკვე ახალ რეკომენდაციებს, რომელიც წელს გაიცემა და პარლამენტში შევთავაზებთ უკვე შემდეგი კვირისთვის. პრობლემებსა და რეფორმების ფონზე სისტემის მუშაობის გაუმჯობესებაზე საუბრობს სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილის თქმით, სამინისტრო საპატიმროებში ადამიანის უფლებების უკეთ უზრუნველყოფისა და რეჟიმის პირობების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ყველგან არის პრობლემა, მათ შორის ჩვენზე მოწინავე ქვეყნებშიც. თავარია შენ გინდოდეს ამ პრობლემების გამოსწორება. ერთი რომ სისტემური ხასიათი წამებას არ აქვს, მეორე საუბარი იყო რაღაც ტიპის განცხადების გაზრდაზე. ის რომ განცხადებები მიდის უწყებებში, პროკურატურაში, სახალხო დამცველთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ეს არის ზუსტად იმ სისტემის გამჭვირვალობის შედეგად. მინისტრის მოადგილე ციხეებში სტაბილურობისთვის მყარი რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. კახიშვილის თქმით, რეგულაციები არსებობს, ჯერ კი მათ იმპლემენტაციაზეა. დღეს სასტუმრო მერიოტში ქართული ოცნების ორწლიანი მუშაობის შეფასების დროს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა სასჯელ აღსრულების სფეროზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ საპატიმროებში წამებას სისტემური ხასიათი აღარ აქვს, თუმცა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები მაინც ფიქსირდება, ასევე ფიქსირდება პატიმრების მხრიდან თვითდაზიანების ფაქტებიც, რასაც შესაბამისი გამოძიება ჭირდება.